გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას. ახლა მინდა ერთი ვარიანტი გავაკეთო ესეთ თემაზე. იპოვეთ თუ არა თქვენი ოცნების ადამიანს. რა თქმა უნდა, წავიკითხავ წინა ისტორიას. უცბად რაღაცნაირად სევდა მომეძალა. ესე ხდება, როდესაც კონცენტრაციას ვახდენ, ვიღებ დასტას და ვიწყებ გაშლას რაღაც შეგრძნებები, ანუ იმ თემასთან დაკავშირებით შეგრძნებები მიჩნდება, ან კონკრეტული ადამიანის ემოციები გადმომედება, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა პასუხის მოსმენა, ისევ დასტას ვკითხე, პირადზე მინდოდა, პირად ცხოვრებაზე გამეკეთებინა პატარა გაშლა და მაინც რა კუთხით წამეყვანა ეს გაშლა, ხო პირადი თემები ძალიან ბევრია, ენატრები არ ენატრები, დაბრუნდება არ დაბრუნდება, დაგირეკავს არ დაგირეკავს და ამ გაშლებს უამრავს ნახავთ სოციალურ ქსელში, მაგრამ მე არ მიყვარს გათელილი ბილიკებით სიარული და ხშირად ვეკითხები დასტას რჩევას, რა კუთხით გავშალო, როგორ წავიყვანო გაშლის თემა და აი ესეთი პასუხი მივიღე, რომ აქ იყო ოცნების ადამიანზე ლაპარაკი და ესე რაღაცნაირად დავითრგუნესავით, ძალიან სევდა, შემომეძალა, ვიღაცის ემოციას ვგრძნობ და დავიწყოთ, აბა გაშლა ვნახოთ რა ხდება ჯერ თქვენს ცხოვრებაში, ვისთვის იქნება მისაღები დღევანდელი გაშლა, ერთი ვარიანტი. დასტის ძირზე ქურუმიქალი ამომივიდა. აქ ფარულ სიყვარულზეა ლაპარაკი, აკრძალულ სიყვარულზე, შეიძლება წარსულში, ან უბრალოდ ჩუმად ოცნებობთ ისეთ ადამიანზე მართლაც, როგორზეც შეიძლება არც საუბრობთ, ვიღაცას ელოდებით შესაძლებელია. ნახოთ, ცოტა უცნაური ისტორიას ვგრძნობ და ვნახოთ, რას გვაჩვენებს დასტა. თქვენი უახლოესი წარსული, ან უფრო სწორი იქნება წარსული პირადი ცხოვრების კუთხით, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში ზოგადად აქამდე. ჩემო კარგებო, რა ხდებოდა გეტყვით ეხლავე, იყო ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, იყო ძალიან გულწრფელი, შეიძლება პირველი სიყვარული, რომელიც გეგონათ, რომ თქვენი იყო, აი ეს ჩემია, რო იტყვით და ძალიან გულის გულში სადღაც სისხლის უჯრედების დონეზე რომ გრძნობთ, რომ თქვენია ეს ადამიანი, რომელთანაც იმედი გქონდათ მომავლის, რა თქმა უნდა, ვერც წარმოიდგენდით, რომ სხვანაირად შეიძლება ყოფილიყო, ვერ წარმოიდგენდით, რომ საერთოდ ვინმე ან რამე შეცვლიდა ამ მდგომარეობას, ამ ურთიერთობას. არ იყო სხვათა შორის ძალიან ხანგრძლივი ეს ურთიერთობა და საქმე იმაშია, რომ აღმოჩნდით მოტყუებული. არ ვიცი, ეს ადამიანი დაოჯახებული იყო თუ მანიპულირებდა, მაგრამ იმედები გაგიცხუდათ, რადგან თქვენ გეგონათ, რომ ეს იყო თქვენი ადამიანი, შესაძლებელია არ გატყუებდათ, მაგრამ რეალურად არ იყო ისეთი პიროვნება, როგორიც გეგონათ. ანუ თქვენი დახატული ადამიანი, თქვენს ოცნებაში დახატული ადამიანი, თითქოს აღმოაჩინეთ, რომ აი ეს არის. მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოჩნდა, შეიძლება რაღაც თვისებების გამო. არ გამოვრიცხავ, რომ აი ერთის შემთხვევაში უფრო ვფიქრობ, რომ გეგონათ დასაქორწინებელი ეს პიროვნება და აღმოჩნდა დაქორწინებული და ყავდა ოჯახი, ყავდა პარტნიორი. აი ესეც არ გამოირიცხება, ჩემო კარგებო, ნახოთ კიდე ცოტა ინფორმაცია მოვიღოთ კიდე, რადგან ერთი ვარიანტი გვაქვს. აქ მთელი ინტრიგებია ჩახლართული, ჩემო კარგებო, თქვენს ისტორიაში, ძალიან ბევრი ინტრიგა, ქურუმიქალი ტყუილად არ მენიშნა დასტის ძირზე, აქაც ამოვიდა გაშლაში, ჩარევებიც იყო სხვათა შორის თქვენს ურთიერთობაში, მანიპულირება იყო, შეიძლება ჭორები დაგიყარეს,
გახდით ინტრიგების მსხვერპლი და არ გამოვრიცხავ რომ აქ ოჯახის ზოგიერთ შემთხვევაში თქვენი ოჯახის წევრების ხელიცერიოს და ასევე მიდასტურებს კიდევ აი ერთი კომბინაცია რომ შესაძლებელია ეს ადამიანი იყო დაქორწინებული და ეს იყო თქვენთვის ძალიან მტკივნეული რა თქმა უნდა, რადგან ძალიან იყავით შეყვარებული და რაც არ უნდა დრო გასულიყო, ვფიქრობ რომ საკმაოდ დიდი დროა გასული და პატარა ასაკის არ უნდა ბრძანდებოდეთ, ну ვიღაცის შემთხვევაში შესაძლებელია ასაკს მაინც არ იმაშვები, მაგრამ აი გრძნობ რომ საკმაოდ მოწიფულ ასაკში ადამიანი არის მარტოხელა. და რა თქმა უნდა ეძლეოდა თაყვანისმცემლები იყოს რაღაც ესეთი შანსები თითქოს რომ მოგეწყოთ პირადი ცხოვრება, მაგრამ არაფრად არ გამოვიდა ეს და ერთს გეტყვით წინ სწრებით და ამას რა თქმა უნდა კომბინაცია კარტების მიდასტურებს რომ ბევრი რაღაც მომენტი იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი რაც ხელს გიშლიდათ პირადი ცხოვრების მოწყობაში და ეს იყო განპირობებული სამყაროსგან თითქოს აი სამყაროს არ სურდა რომ ვინმესთან ქონოდათ ურთიერთობა, ვინმესთან აგეწყოთ პირადი ცხოვრება, ქონოდათ ოჯახი, ჯერჯერობით ასე ჩანს, როგორც ჩანს რაღაცისთვის გამზადებდნენ, რადგან აქ იყო ჩარევები, ინტრიგები, როგორც თქვი, არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცებზე ზოგიერთ შემთხვევაში მაგიური ზემოქმედებაც იყო, ქურუმიქალი ამას გვიდასტურებს. იყო ესეთი სახის ჩარევებიც და გეშლებოდათ ხელი პირადი ცხოვრების მოწყობაში, მაგრამ გეუბნებით რომ სამყარო გიშლიდათ ხელს პირადი ცხოვრების მოწყობაში. რაღაც დრომდე ალბათ და რაკი თემა გვაქვს თქვენი ოცნების ადამიანის პოვნაზე, როგორც ჩანს, აი იმ ადამიანამდე რომ მისულიყავით, არა და არა გეწყოთ პირადი ცხოვრება და ეს ნუ ერთი მხრივ კარგი ნიშანია რომ ცდარ გზაზე არ დადეკით. ნახოთ აბა აი დრო შეგიძლია თქვენ ჩაიფიქროთ, რაკი ამდენი ხანი იწვალეთ, ინერვიულეთ, იმედები გაგიცრუვდათ, სადღაცა სევდაც გაქვთ ზოგიერთ შემთხვევაში, რომ ის ადამიანი თქვენი ადამიანი გეგონათ და არ აღმოჩნდა. ნახოთ აბა თუ გამოჩნდება უახლოეს თვეებში, უახლოეს თქვენ დაასახელეთ რამდენი ხანი გსურთ 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ძალიან ბევრს მოაიღებთ, პირად თემებზე კიდე გავაკეთებ გაშლას. გამოჩნდება თუ არა ვთქვათ უახლოეს 6 თვეში, აი ეს ოცნების ადამიანი, რა კი ესე გლობალურად არის საქმე, რომ სამყარო გიშლიდათ ხელს, რომ არავისთან არ ქონოდათ ცხოვრება მოწყობილი, აწყობილი პირადი ცხოვრება. ესე იგი რაღაც მიზეზია. ვნახოთ აბა გამოჩნდება თუ არა ის ოცნების ადამიანი. გამოჩნდება, ჩემო კარგებო, უეჭველი გამოჩნდება თანაც ძალიან მალე. პირდაპირ ცეცხლის პაჟი, ცეცხლის სტიქია, სწრაფია საკმაოდ. დროის ფაქტორს თუ ვიგულისხმებთ. უკაცრავად ჩემო კარგებო, პატარა პაუზა გავაკეთე, არ ვიცი, აი ეს გაშლა რო დავიწყე, რატომღაც ვხვდები რომ რაღაცა ძალა მიშლის ხელს. შეიძლება არ სურს რომელიღაცა თქვენგანმა მიიღოს ეს ინფორმაცია, მე ვგულისხმობ ალბათ იმ კატეგორიას, ვიზეც იყო მაგიური ჩარევა და აი ეს მესიჯიც რო არ მიიღოთ, რომ მიმართოთ თქვათ წმენდებს და გაიხსნათ გზები, ალბათ იმიტომ მიტევს. და ძალიან შემაწუხა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ძალიან კარგად გრძნობ თავს, არანაირი არც გაცემა მაწუხებს, არც ცხოველება არ მაწუხებდა და ახლა ყელში რაღაცა მიჭერს, რომ არ ვილაპარაკო. ძალიან საინტერესოა. მაშ ასე გავაგრძელოთ, ჩემო კარგებო, გამოჩნდება, აუცილებლად გამოჩნდება და ამით დასრულდება თქვენი ძიება, ზუსტად ის ოცნების ადამიანი, ვინსაც ელოდებოდით, ვისაც ეძებდით. აქ ინფორმაციაზეც არის ლაპარაკი, რომ მალე მიიღებთ რაღაც შეტყობინებას ამ ადამიანისგან, შესაძლებელია სოციალური ქსელითაც გაიცნოთ, რადგან სამყარო დღევანდელობაში სოციალურ ქსელზე მიგვანიშნებს ხშირად, მანძილზეც გვაჩვენებს, რომ ეს ადამიანი ფიზიკურად თქვენგან შორს იმყოფება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამოჩნდება ეს ადამიანი ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ. ეს განცხადებები რო იყო ხოლმე, არ ვიცი ხა თუ არის კიდე.
ზუსტად ოჯახის შექმნის მიზნით, იმისთვის რომ მოგცეთ სტაბილურობა, მოგცეთ სიმყუდროვე, ბედნიერება, გარანტირებული მომავალი, სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას, ხდება ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია თქვენი და თქვენი ცხოვრების სტილის შემოკარგებო და რომ იტყვიან ჩიტი ბრუნად ღირდაო, ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, ღირდა ლოდინი, ღირდა ნერვიულობა, თუნდაც უძილო ღამეებადაც ღირდა, როდესაც ადამიანი ძალიან მარტოსულად გრძნობს თავს, მაგრამ მალე ამ თქვენს მარტოობას ბოლო მოეღება. ნახოთ აბა რას გვეტყვიან კიდე რანაირად როგორ ეხლა გავარკვიოთ რა კი გამოჩნდება. სხვათა შორის აი ამ მოვლენას წინა პირობა ექნება რაღაცაზე აი ისე ოდიშით შემოკარგებულ არ მიშვებს რომ ვილაპარაკო რაღაცა ან ვიღაცა რაღაც წინა პირობა იქნება ამ შეხვედრამდე რაღაცა წყენა გულის ტკივილი შეიძლება სულაც თუ გაცნობის პერიოდი ცოტა ისეთი იქნება მტკივნეული რაღაცა მომენტები არ იქნება თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელია ამ ადამიანთან რაღაცა ესეთმა კონფლიქტმა დაგაკავშიროთ რაღაც უსიამოვნო მომენტი იქნება თქვენს ცხოვრებაში ეს მიგანიშნებთ რომ მოახლოვდა ეს თქვენი ოცნების ადამიანი შეიძლება თავიდან ცოტა ისე აგრესიულადაც შეხვდეთ გაგიჭირდეთ გაგება გარკვევა ეს არის თუ არა ნამდვილად ის პიროვნება ვისაც ვგულისხმობთ არის თუ არა ის ადამიანი ვისაც ელოდებოდით და ელოდებით ძალიან აქტიურად დაიწყებს თქვენს ცხოვრებაში შემოჭრას პირდაპირ გეგმებზე გადავა რაღაცა გეგმას დაგისახავთ კონკრეტულად აი ესე იქნება აი ამას გავაკეთებ და სხვათა შორის თქვენს მოლოდინსაც გადააჭარბებს ეს პიროვნება აი რასაც ელოდებით როგორცაც ელოდებით იმაზე მეტს მოგცემთ ვიდრე თქვენ ფიქრობთ ეს იქნება სრული ბალანსი ორ ადამიანს შორის ეს არის თქვენი კარმული წყობილი ვედისწერას რასაც ვეძახით და რასაც უბრალოდ ვისაც ვერ აცდებით ის ადამიანი მოდის თქვენს ცხოვრებაში რაც შეიძლება მელანქოლიაც დაგეუფლოთ წარსულთან საერთოდ თქვენს წარსულთან გამომშვიდობება მოგიწევთ სამყაროს სრულიად ახლებურად აღქმა მოგიწევთ ან სრულიად ახალ სამყაროში შეიძლება მოხვდეთ საინტერესოა ძალიან საინტერესოა ვინ მოდის ესეთი თქვენს ცხოვრებაში მაგრამ გაითვალისწინეთ ჩემო კარგებო ყველას არ გულისხმობთ და ძალიან გთხოვთ ყველა საკუთარ თავზე ნომიერებს ეხლა რასაც ვიტყვი ვიღაცას აი რომელიღაცა თქვენგანს ძალიან აქტიურად წევლის ვიღაც აგიხსნით საიდან მივხვდი საიდან გავიგე მე ვარ ემპათია ექსტრასენსი ან ფიზიკურად გძნობ გაშლის თავიდანვე დავიწყე რომ სევდა მომეძალა მეთქი და რაღაც უცნაური გაშლა გვექნება და ეხლა მაქვს უცბად არსაიდან მოსული ყურის ტკივილი, როდესაც წყევლაზეა ხოლმე ლაპარაკი, ყური მტკივდება სასწაულად, აი თითქოს მესმის ის ნეგატიური გზავნილების, ცუდი სიტყვები, წყევლის სიტყვები, რასაც თქვენს მიმართ აჟღერებენ და როგორც კი მოვჩები ამაზე საუბარს, გამივლის ტკივილი. ეს ხდება კონსულტაციების დროსაც, თუ კი ადგილი აქვს წყევლას. და ასე რომ რომელიღაცა თქვენგანს ძალიან ცუდად წევლის ვიღაც ვნახოთ აბა რა უნდა ძალიან არის ვიღაც თქვენზე გამწარებული ყოფილი მიტოვებული რა უნდა ვისაც ზურგი შეაქციეთ ვისგანაც წახვედით ვისაც არ დაუბრუნდით ძალიან აქტიურად იწყევლება 100%-იანი აი გამიარა ყურის ტკივილმა. ასე რომ ჩემო კარგებო აი ესეთ სიტუაციებში თუ კი რაიმე მართლა ესეთი მაგია არ არის თქვენზე და არ გრძნობთ ჩარევის და წმენდების საჭიროებას, თქვა პროფესიონალის მხრიდან, აი ესეთ შემოტევებზე, წყევლაზე და აგრესიაზე ადამიანების მიმართ შეგიძლიათ რაიმე დაცვის საშუალება მოძებნოთ
არის რუნებით დაცვის საშუალება, არის ამულეტებით დაცვის საშუალება, მაგრამ ისიც იცოდეთ, სად იყიდოთ და როგორ იყიდოთ ამულეტები და ზოგადად როგორ მზადდება. და შევეცდები ახლო მომავალში აი ამ თემებზე ძალიან მინდა რომ შემეცნებითი ვიდეოები ჩავწერო, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი და შევეცდები ახლო მომავალში განვახორციელო და მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ, რა თქმა უნდა, კომპეტენციის ფარგლებში, რა ხდება მაგიაში, როგორ ხდება, ვის უყუროთ, ვის არ უყუროთ, რა შეიძინოთ, რა არ შეიძინოთ, რა რიტუალებს ბისთვის მიმართოთ ადამიანებს და ასე შემდეგ. ეს პატარ-პატარა ვიდეოები მაქვს გეგმებში. ასე რომ ჩემოკარგებო, შეხვდებით იმ ადამიანს აუცილებლად, დაგიკავშირდებათ ახლო მომავალში, მაგრამ ესეც გაითვალისწინეთ, რომ ვიღაცას ყავს ძალიან სერიოზული მტერი და მიმართოთ თავდაცვის საშუალებას. ერთი რამე დაიმახსოვრეთ, თუ კი ხა სასწრაფოდ გადაწყვიტავთ რაიმე ამულეტის შეძენას, იცოდეთ ჩემოკარგებო, რომ პირდაპირ მაღაზიიდან ნაყიდი სიმბოლოები რაც არის გამოსახული, რა თქმა უნდა, ყველაფერს თავის მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, მაგრამ არ არის მოქმედი თუ გააქტიურებული არ არის თქვენზე, რომ მიხვიდეთ, იყიდოთ რაღაცა და აი ეს ამულეტია და დაგიცავს და ესე და ესე არ ხდება, ეს უნდა კონკრეტული ადამიანის სახელზე გააქტიურდეს შესაბამისი რიტუალის გამოყენებით, ჯერ ხდება ახალი ნივთის წმენდა, სხვისი ენერგეტიკისგან გათავისუფლება. იმიტომ რომ იმან ბევრი ადამიანის ხელში გამოიარა, ვიღაცამ დაამზადა, ვიღაცამ შეფუთა, ვიღაცამ მიიტანა დახზე დაალაგა, იქ ვიღაც არჩევდა ხელი მოკიდა და ძალიან ბევრი ადამიანის ენერგეტიკა შეიძლება იყოს დარჩენილი ზედ, ამიტომ ჯერ ხდება გაწმენდა ამულეტის, თუნდაც თილისმის, ამაშიც რა სხვაობა ალბათ შევეცდები ვიდეოები ჩაგიწეროთ, რა არის ამულეტი, რა არის თილისმა. და უნდა გააქტიურდეს მე რა თქმა უნდა პირადად თქვენს სახელზე, ასე რომ ასეთ საქმეებში გამოიჩინეთ სიფრთხილე. მე კი გისურვებთ უპირობო სიყვარულს და განდეგილი რა თქმა უნდა დასტის თავზე იდო, ესე ვნახულობთ იქართებს და რამდენად სწორად პასუხობს ყველა ჩვენ სიტყვაზე და ყველა ჩვენს ფიქრზე ტარო, აგერ თქვენ ხართ მოწმე, განდეგილი არის უპირობო სიყვარული. ადამიანი რომელიც თავსაც კი გაწირავს თქვენთვის და თქვენი ბედნიერებისთვის, აი ასეთ სიყვარულზეა ლაპარაკი და გისურვებთ ყველას გეპოვოთ ისეთი ადამიანი და თქვენც გქონოდეთ ასეთი სიყვარულის უნარი. მომავალ შეხვედრამდე შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი საინტერესო თემები დაწეროთ კომენტარებში და შევეცდები გავშალო.